სალამი გუჯა, მოკლედ ვეღარ მივაქციე, ხო, პაციენტთანო. ნუ ამასობაში არ გამოვა არც მასე, ხო? რომ დაუკვირდეთ, ლოგიკას ასე არის. 6 რადიატორი გაქვს შენ? ეს პირველი სართულია, ეს მეორე სართულია. სადაც კოლექტორი იქნება. ამასობაში არაფერი არ გამოვა, იმიტომ ეს კოლექტორი იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელობაც არაა. გინა შორს იყოს, გინა ახლოში იყოს ქვაბთან რაც ადის, ხო? რაც თავი მაგისტრალები უნდა ჩამოვიდეს, ვინაიდან თავი ჩამოსულ მაგისტრალზე მაინც აუცილებელია. აერი დავიჭიროთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში პადა ჩაადის, მაგრამ აბრატკა ჩამოდის, ხო? აი ეს მიმართულებაც იგივეა, ანუ პადაჩა ჩავიდა რადიატორთან, აბრატკა ამოვიდა. ესეც ინდივიდუალურია, ხო, რაც ის იქნება 6 წვერი. მაგრამ ამასობაში წარმოვიდგინოთ, ქვაბი გვაქვს პირველ სართულზე. ხო? ამას ქვია ჯიბე, ჰაერების ჯიბე, ვინაიდან წყალი ისება თალმიდეულად და თანაბრად, ხო? ქვემოდან ზემოთ. კი ბატონო, პირველჯერად გამოდენაზე, პირველჯერად, ხო, პირველჯერად შევსებაზე გამოდენად, ხო? ეგრეთ წოდებული კოლექტორებიდან ჰაერები აქედანაც ქვაბი ყველაზე ქვემოთაა, ამასობაში არც გვაინტერესებს, ვინაიდან პირველი ყველა რადიატორის ზემოთ იქნება მის ჰაერის გამოშვები. ანუ პირობითად ეგრეთ წოდებული უკვე უკუსვლიდან მას ქვაბში თვითონაც აქვს დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული ავტომატიური ჰაერის გამოშვები გამოიდინება. ავედით ზემოთ, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან უკვე ზემოდან რო ავდივართ, ვინაიდან აბრატკა უკან ბრუნდებოდა ჰაერები სხვანაირად. ქვაბი ხო, ქვაბი არ იმუშავებდა და ქვაბში არ გვიქნება ჩვენ ეგრეთ წოდებული ჰაერის საცობი, გვექნება ამ ჩამოსვლებში. ხო? კოლექტორებიდან კი გამოდენეთ, მაგრამ რამხელა მანძილი იქნება ხა წარმოიდგინეთ თითოეულ 6 რადიატორთან, ხო? ესენი ახლოშივე არ არიან. ამასობაში აქედან გამოიდინა, მაგრამ აი ეს ეგრეთ წოდებული მაგისტრალები იმ წერტილამდე, სადაც უკვე ჩამოდის რადიატორებამდე, აი იმ წერტილებში დაგროვდება პადაჩაშიც და აბრატკაშიც. ეგრეთ წოდებულ უკუსვლაშიც, ვინაიდან უკუსვლა კიდე ასეა თუ ისეა პრინციპში უკუსვლა კოლექტორებიდან გამოიდინება, ვინაიდან კოლექტორების გამოსვლაზე არის უკუსვლა და ჩადის ქვაბისკენ და პადაჩა პირიქით, ანუ მოწოდებაზე ჰაერი ქვემოთ არ ჩავა. ამოსვლაზე, კი ბატონო, ვინაიდან ამასობაში კიდე ამოსვლაზე ეს არაფერი არ გვექნება, ვინაიდან უკვე რადიატორიდან გამოიდინება აქ მოხვედრილი ჰაერი, ვინაიდან აქ უკვე ჰაერს არაფერი არ ესაქმება, მაგრამ აემ ხო, შეიძლება კიდე პრინციპში კი ბატონო, მიზერულად, იმიტომ რომ კავიტაციის ზღვარზე ნასოსი მუშაობს, მით უმეტეს გლიკოლი გვექნება, წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული ბუშტულები, გასკდა და ჟანგბადი ყოველთვისა ასეა თუ ისეა, სისტემაში ჟანგბადი ყოველთვის გაქვს, მაგრამ აი მასულებში ხო ეგრეთ წოდებულ უკუსვლაშიც გვექნება ყოველთვის ჰაერი, ამიტომ მის გამოდენა ეგრეთ წოდებული უკუსვლიდანაც აუცილებელია, მაგრამ აი ეს წერტილები უკუსვლას თუ აჭირდება, ვინაიდან ეს ბოლო, ხო, მიდის კოლექტორებამდე და კოლექტორებიდან უკვე გამოიდენა და ჩავიდა ქვემოთ, ჩავა, ვინაიდან თავარი ჩამსვლელი გვაინტერესებს ჩვენ, ამ შემთხვევაში ამოსვლელი აბრატკისა, მაგრამ აბრატკაში ის მიზეული ასდაგროვდება კიდევ ერთხელ ვიზახი, კოლექტორებისკენ მიდის, მაგრამ რაც კოლექტორებიდან მოდის ეგრეთ წოდებულ პადაჩაში, ყველგან ეგრეთ წოდებულ ჩასვლებში გვექნება ჰაერის საცობები. ხო, ამასობაში ყოველთვის გვექნება დაჰაერებული, ხო, ჰაერის სავსე სისტემა, მით უმეტეს როცა გვაქვს გლიკოლი განსაკუთრებულად მერწმუნე დატანჯული იქნება. ამიტომ რადიატორებამდე ამ ყველა 6 წერტილზე ამ შემთხვევაში არც უნდა გაეკეთებინათ, ხო, ეგრეთ წოდებული კოლექტორული სისტემა ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი იქნებოდა ეგრეთ წოდებული 2 მილოვანი, ხო, 2 მილოვანი 6 რადიატორი არაფრის მომცემი არაა, ხო? თუნდაც მეტანახევარი რადიატორები რო დავამონტაჟოთ, ეს ამ ფაქტისთვის შესაბამისი იქნება, ვინაიდან 6 რადიატორი და ეგრეთ წოდებული ორ მხარეს გაიყოფოდა და ამასობაში მაინც ჭერ შეიქცევა, მაგრამ ამდენი აღარ დაგჭირდებოდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაგჭირდება 6 ჰაერის გამოშვები ყველა ჩასვლაზე. ამასობაში საერთოდ გვექნება კოლექტორზე, ვინაიდან ამოვიდა და ამ შემთხვევაში შევსების დროს გამოიდენა პირველჯერადი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ეს გინა ყოფილა გინდა არა, ვინაიდან თავარია ჩასვლები. 6 ჩასვლა გაქვს. 6 ჩასვლა ყველა რადიატორთან. ამ რადიატორებში რო დაგროვდება და ამასობაში დაგროვდება ამ წერტილებში 6-ვე წერტილში ჩასვლებში არის მით უმეტეს 2 მეტრა, ხო, 2 მეტრაზე კი არა, მეტრას რო აღემატება უკვე იქ ჰაერის რა ქვია ჰაერის წარმოჩენის, კი ბატონო, ჟანგბადი ყოველთვისაა სისტემაში, მაგრამ ჰაერის წარმოჩენა სისტემაში ყოველთვის აქტუალური იქნება მეტრის ზემოთ, მეტრი კი არა, 40 სანტიმეტრის და მინიმალური შენ წარმოიდგინე 30 სანტიმეტრია, 30 სანტიმეტრი სიმაღლე იმისთვის, რომ ჰაერი წარმოიქმნას. ამიტომ ყველა ჩასვლაში 6 ცალი ჰაერის გამოშვები და არა პადაჩაზე, ეგრეთ წოდებულ პადაჩაზე საერთო კოლექტორის ჰაერის გამოშვები არაფრის მომცემი არ იქნება. აბრატკაზე კი ბატონო, კიდევ ერთხელ ვიზახი, ვინაიდან ეს ამოვიდა, მაგრამ რადიატორიდან გამოდენით, ვინაიდან ავტომატიური ჰაერის გამოშვები არ გჭირდება, ამ შემთხვევაში რადიატორზე გვაქვს თავისი ჰაერის გამოშვები, მაგრამ უკვე ავიდა, აი ეს ვერტიკალზე რომს დაგროვდეს, ყველა მიდის კოლექტორისკენ, მაგრამ ჩასვლამდე გამოიდენება და ჩავა სუფთად, მაგრამ პადაჩიდან ვერ მოგართვით, ვინაიდან წამოვიდა და ჩასვლაში ყველა წერტილზე დაგროვდება. ამიტომ ეს არის აუცილებელი 6 ჰაერის გამოშვები ყველა ჩასვლაზე. ეს არის აუცილებელი პანაცეა, სხვანაირად აღარაფერი არ მოხერხდება.